გამარჯობათ მეგობრებო, მოვიდა პარასკევი, ჩვენი გადაცემის დღე 7:30-ზე გადის ყოველ პარასკევობით. გადაცემა წმინდა ილია მართლის გზით. სახელი ავირჩიეთ, იმიტომ რომ გვინდა რომ ნამდვილად წმინდა ილია მართლის ის სამყარო ოცნება, ძლიერი საქართველოს, ზნეობრივი საქართველოს, ღირსება დაბრუნებული საქართველოს იყოს და ესე იგი ჩვენთან ერთად, ესე იგი შევეხიდოთ თქვენთან ერთად მეგობრებო ასეთ საქართველოს. ასეთი ოცნება ჰქონდათ ჩვენ მამულიშვილებს, წმინდა მართალ ილიას და სამწუხაროდ ვერ მოესწრო. მაგრამ მისი მოღვაწეობა იყო ნამდვილად ქრისტიანული მადლით შეზავებული, საქართველოს დიდი სიყვარულით და რაც შეძლო მან, აი თითქმის შეუძლებელი შეძლო ის რომ მთელი ერი გამოაფხიზლა ილია ჭავჭავაძემ. ის არა მარტო თქვა სამწერლო ასპარეზზე მოღვაწეობდა, საკმაოდ წარმატებული იყო საზოგადო ასპარეზზე და ჰქონდა დიდი ტკივილი, დიდი სიყვარული საქართველოს თავის სამშობლოში. სხვათა შორის ეს მის ლექსებსაც, აი ახალგაზრდა რო იყო იმ პერიოდში დაწერილი, სულ პირველ ლექსებსაც ეტყობა, რომ რაღაცა სხვანაირი ადამიანი იყო. და ეს ადამიანი თავის თავში კი არ ჩაიკეტა, არამედ პირიქით აქტიური გახდა. დღესაც არიან მწერლები, პოეტები, მაგრამ ყველა რაღაც თავის ნიჟარაში არის შეკეტილი, ასე ვთქვათ და რაღაცა ნიჰილიზმი გააჩნია და რო გადავხედოთ იმ ეპოქას, ილიას ეპოქას, მაშინაც იყო, ესე იგი, ნიჰილიზმის დრო. და მაშინაც შეიძლება ესე იგი გულზე ხელები დაგეკრიფა და მარტო ვაივიშით გეცხოვრა და თქვათ შენ პოეზიაში და შენ წერლობაში ჩაკეტილიყავი, მაგრამ ილია არ ფიქრობდა ასე და ის იყო ნამდვილი მეომარი სულის ადამიანი და ის ამბობდა და ის გრძნობდა რომ უნდა ყველა მექალაქე ყოფილიყო აქტიური. და სწორედ მაგიტომაც დაწერა კაცი ადამიანი. ჩვენ ვიცით რომ აი სწორედ ეს ლუარს საფცათქარიძე რომელსაც ესე ბავშვობაში გვასწავლიდნენ პრინციპში არასრულად და საკმაოდ გაუაზრებლად. ეს იყო პიროვნება, რომელიც თავის პატარა ნაჭუჭში იყო მოქცეული და თავისი პირადი ცხოვრებით ცხოვრობდა, თქვათ. და დასინოდა მწერალი ასეთ ადამიანებს, იმიტომ რომ თუ ესე იგი ყველა არ იქნება აქტიური, ქვეყანა ხელიდან გამოგვეცლებაო. აი ეს არის ლაიტმოტივი თემის მოღვაწეობის. და ჩვენს ასევე აქტიურები უნდა ვიყოთ, დღევანდელ საქართველოს ბევრი რამე უჭირს და პრაქტიკულად ვერ შევქმნით ქვეყანა. ეს არ არის ის ქვეყანა, რომელიც უნდა გამართულად და გაბედულად ჩვენ შვილებს დაუტოვოთ. ეს არ არის ის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ოცნებობდით. ჩვენ გვინდა ღირსეული ქვეყანა, სულიერად აღორძინებული, ეკონომიკურად აღორძინებული, მაგრამ ამისათვის საჭიროა ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა. არა ნიჰილიზმი, არა პასიულობა, არამედ აი როგორც ილია ჭავჭავაძე იყო აქტიური თავის დროზე, ისე თითოეული ჩვენგანი უნდა გახდეს ილია ჭავჭავაძე. თითოეული ჩვენგანი თავის ოჯახში, თავის ქუჩაზე, თავის სოფელში, თავის ქალაქში უნდა იყოს აქტიური და აქტიური კარგი გაგებით. ის კი არა რომ თქვათ მივარდეთ და რევოლუციები დავიწყოთ და ესე იგი ნავთი და ბენზინით სავსე ბოთლები გადავუყაროთ ერთმანეთს და დავწვათ ერთმანეთი. ასეთ აქტიურობაზე კი არ არის ლაპარაკი. არამედ ჩვენი მოქალაქეობრივი გულმხურვალი სიყვარული გავანივთოთ რაღაცა პოზიტიურში. სულ ერთია ეს მწერალი ხარ, მხატვარი ხარ, თუ პოეტი ხარ, თუ რომელიმე დარგის მუშაკი ხარ, თქვათ მედიცინის მუშაკი ხარ, თუ მშენებლობას ემსახურები ხომ, შენ ერთ ხელში უნდა გეჭიროს ის შენი ესე იგი კალამია თუ შრომის იარაღი და მეორე ხელში ქვეყნის ცხოვრებაზე მაჯა უნდა გედოს და თუ როდესაც საჭიროა მოხვიდი არჩევნებზე, როდესაც დიდი ქართული ეროვნული აქციები იმართება, სახში კი არ უნდა იჯდე, უნდა გამოხვიდე და ესე იგი სამშობლოს ეკლესიას, სამშობლოს ეროვნულ თემებს გვერდში დაუდგე. და თუ ასე არ ვიქნენებთ მეგობრებო და თუ თქვათ ჩვენ დაგვასწრო და გაგვასწრო იმ ადამიანებმა, რომლებიც სწორედ ისეთ აქტიურობას იჩენენ, რაც დღეს ჩვენ ქვეყანას არ შეშვენის, ხომ? ჩვენ ხო ვიცით რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო ადგილობრივი თუ გარე, ესე იგი
წყაროებით დაფინანსებული რაღაცა ჯგუფები და ლოჟები როგორ რა აქციებს მართავენ და როგორ არყევენ ამ სახელმწიფოს და ბოლო 30 წლის განმავლობაში მგონი 20 გადატრიალების მცდელობა იყო, ხო? ასეთ აქტიურობაზე კი არ იყო ორიენტირებული ილია ჭავჭავაძე, არამედ პირიქით პოზიტივზე იყო ორიენტირებული და რა არის დღევანდელი დღის პოზიტივი? დღევანდელი დღის პოზიტივი ის არის, რომ ყველა მივხვდეთ, რომ საჭიროა ქვეყანაში რეფორმების დაწყება, საჭიროა ქვეყანაში საკანონმდებლო რეფორმების გატარება და ჩვენ უნდა ვიჭიდაოთ პარლამენტში იმაზე კი არა რომ ვინ ვისი აგენტია და ვინ იყო თქვა ტანკისტი და ვინ იყო წმინდანი და რომ ნახულობთ ხო აი მე წმინდანი ვარ და შენ ტანკისტი იყავი და დამსმენი იყავი ესეთი მოტივები კი არ უნდა იყოს პარლამენტში საჭიდაო უნდა ვჭიდაოდეთ სწორედ კანონებზე თქვათ იგივე საგადასახადო კოდექსზე შეიძლება იყოს კამათი ის რომ თქვათ ბინადმშენებლობა არის დამოხრუჭებული ის რომ ამხელა გადინება ჩვენი ახალგაზრდობის ქვეყნიდან და მილიონი პრობლემა რაზე არის ლაპარაკი ხო მაგრამ ჩვენ ვხედავთ რომ დღევანდელ პარლამენტში და გუშინციდელ პარლამენტში იყო მხოლოდ აი ესე იგი პიროვნული ამბიციების ჯახი და ეს ჯახი სამწუხაროდ ესე იგი შენთებული და დანთებული იყო საზღვარგარეთის აი ამ ლიბერალური ორგანიზაციების მიერ რომლებიც ჩვენ კარგად ვიცით რომ რა მოტივებით და რა მიზნებით აკეთებენ ამ დიდაქციებს და რუსთავეზე რამდენი მანქანა დაიწვა და რამდენი სკამი დაიწვა და რამდენი ესე იგი ცუდი რამ მოხდა ხო და ხე ნაყოფით იცნობაო ბიბლიაში რატომ წერია ეს ხე ნაყოფით იცნობა მართლაც ახლა შენ როდესაც მოლოტოვის კოქტეილებს დაალაგებ და ამ მოლოტოვის კოქტეილების უკან პატარა სკოლის მოსწავლეებს დააწყობ და იმის უკან კიდე მშობლებს აი რაღაცი არის ლაპარაკი უკვე აღარ ხალხს არ ჯერა აი ამ ესე იგი იმ ადამიანების რომლებიც აი ესეთ რევოლუციებს თაობენ და ესე იგი აწყობენ იმიტომ რომ ის რაღაცა თუნდაც ეკონომიკური ან რაღაცა პოლიტიკური მოთხოვნები უკვე ხარწყდება. შენ როდესაც უკვე ბოროტებას აკეთებ და ძალადობას ჩადიხარ ქუჩაში, ხომ? ხე ნაყოფით იცნობა. ამიტომ ხალხი არ გამოყვებათ, პატრიოტები არ გამოყვებათ და ის ახალგაზრდობას ადრე თუ გვიან გამოფხიზდება და მიხვდება რომ ესე იგი რა სარჩული ქონდა აი ამ ესე იგი რევოლუციურ ჭყალებში კიდე თქვენს მოღვაწეობას. ამიტომ ჩვენი აქტიურობა დღეს უნდა გადიოდეს სწორედ აი ამ რეფორმისტული კუთხით. უნდა მოვთხოვოთ მთავრობას და მთავრობასთან ერთად უნდა გავაკეთოთ კარგი კანონები, რომლებიც ჩვენ განათლების სისტემას სრულყოფს, კარგი კანონები, რომლებიც ჩვენ ეკონომიკურ სისტემას სრულყოფს, აი ამ მიტოვებულ ბიზნესს გვერდში დაუდგება, ქართულ მეწარმეობას გვერდში დაუდგება, ქართულ საწარმოებს გვერდში დაუდგება. ამის გარეშე, კანონის შემოქმედებითი მოღვაწეობის გარეშე ქვეყანას ვერ გადავარჩენთ. და უნდა დავამთავროთ ესე იგი ეს რევოლუციონობანა, ომობანა, დასმენობანა და ასე თქვათ, ესე იგი ევროპული, თქვათ, ბრიუსელისა და აი ამ ზოგიერთი, თქვათ, ესე იგი გლობალისტური ორგანიზაციების გავლენით უნდა გამოვიდეთ მთელი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, რომელიც მე ვფიქრობ, რომ შეაცდინეს და ძალიან ბევრი ცუდი რაღაცები ჩაადენეს ბოლო პერიოდში, რომ მივხედოთ ჩვენ ქვეყანას, ჩვენ სამშობლოს ნუ ვართ ესე იგი მართულები ნურც ეთი კუთხიდან, ნურც რუსეთიდან, ნურც ამერიკიდან და ნურც ევროპიდან და ნურც აფრიკიდან და ნურც ირანიდან და ნურც სხვა ესე იგი სპეცსამსახურებიდან. არამედ ვემსახუროთ ჩვენ სამშობლოში ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი, ძალიან ბევრი რეფორმებია განსახორციელებული ყველა დარგში აბსოლუტურად აი ნებისმიერ დარგში თქვენ ხომ მოღვაწეობთ ზოგი ტრანსპორტში მოღვაწეობს ზოგი მშენებლობაში ზოგი ბიზნესში ზოგი სტუდენტია ზოგი ჯანმრთელობაში არის ხო და ყველგან არის რაღაცა გასაუმჯობესებელი და მოდი აქეთკენ ვიღვაწოთ მაგრამ უნდა ვიღვაწოთ თანხმობით ერთობით და არა ნიჰილიზმით არა პასიურობით არამედ გულმხურვალე პატრიოტობით და ესე იგი თავარია რომ ის ძირითადი არ დავკარგოთ
აი როგორც რომ აი ორი მეგობარი, გინდათ სამი მეგობარი წავიდნენ კარგი საქმის საკეთებლად და თქვათ უნდათ რაღაცა აეშენებინათ. მოიტანა ერთი მასალა, მეორემ სხვა მასალა და თავარი იყო რომ კეთილი საქმე კეთებოდა. თქვათ ხიდი უნდა გადაებულიყო რომელიღაც სოფელში ერთი ნაპირიდან მეორეს, სადაც ხალხი ისარგებლებდა. და მოვიდათ უკმაყოფილება რომ ერთმა მეორეს მოტანილი მასალა დაუწუნა, მესამემ თქვათ ხელოსანი ის არ მოგიყვანია როგორც უნდა მოგეყვანა თქვათ და აი ამაზე გააკეთეს ჩხუბი და ამოაძრეს ღობიდან დიდი სარევი და დაერინვენ ერთმანეთს და შედეგი რა, ესე იგი ერთმანეთში ურთიერთობა გააფუჭეს და ხიდიც არ გავიდა. და ეს ბევრჯერ მოხდა, აი მე გადატანითი კუთხით ვამბობ ამას, ვისაც სვენა აქ ისმინოს და ვისაც ესე იგი გონება გაიაზროს, რომ აი ასე ქარაგმულად რატო ვლაპარაკობ, იმიტომ რომ თუ ერთობა არ იქნება, ჩვენ მივიღებთ ისევ ქვეყნის ნგრევას. და ის ერთობა 30-25 წლის უკან და 20 წლის უკან რომ მოძებნილიყო, დღეს 100 ნაბიჯით წინ ვიქნებოდით. მაშ რა არის ჩვენი ამოცანა? ჩვენი ამოცანა სწორედ არის მეგობრებო, ერთობაზე ფიქრი და პირველ რიგში ესე იგი ნაკლები ამბიციები და მეტი საქმე. დღეს სწორედ რომ საინტერესო სტუმარი გვყავს, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ რომ ახალგაზრდობა უნდა გააქტიურდეს, არ შეიძლება პასიურობა ახალგაზრდობის და ახალგაზრდობა უნდა გააქტიურდეს არა ქუჩაში იმ კუთხით, რასაც უყურებდით ჩვენ შაშხანებს რო ესროდნენ თქვა მშვიდობიან მოქალაქეებს და პოლიციას და ასე შემდეგ. ამ კუთხით კი არ უნდა გააქტიურდეს. უნდა გააქტიურდეს სწორედ საკანონმდებლო ინიციატივებით და თავისი მამულიშვილური აი ეს გულისცემა უნდა აი ამ კუთხით უნდა მიმართონ. და დღეს ძალიან საინტერესო ორგანიზაცია გავიცანით, მოვიდა ჩვენ კედლებში აი ობიექტივის კედლებში პატრიოტთა ალიანსში ახალგაზრდა გიორგი თავართქილაძე არის ასეთი პიროვნება თავისი სამეგობროთი მეგობრების ჯგუფით მან მითხრა რომ 7 კაცი ვართო აქტივშიო საქართველოს რესპუბლიკა და მათ აქვს ძალიან საინტერესო ინიციატივები ისინი აქტიურობენ Facebook-ზე ჩვენმა მეგობარმა გეგე ხვედალიძე მითხრა რომ ძალიან საინტერესო ახალგაზრდები არიან და მართლაც პატარა გასაუბრების შემდეგ აი ესე ექსპრომტად შემოვთავაზეთ ჩემ გადაცემაში შემოსვლა მოგეხსენება დღეს 5 საათზე იყო შეხვედრა ეროვნულ მოძრაობას ქალბატონ ირმას და დავითს ესე გამოცხადებული აქვს რომ ყოველ პარასკევს იქნება ესე იგი 5 საათზე შეხვედრა ყველა ეროვნული ადამიანის ახალგაზრდობა დაპატიჟებული ძველგაზრდობა პენსიონერებიც და ყველა პატრიოტი ჩვენ გვინდა რომ ეს არაჩვეულებრივი ტრიბუნა რაც არის ობიექტივი და ეს არაჩვეულებრივი ორგანიზაცია რაც არის პატრიოტთა ალიანსი იყოს აი საუკეთესო ბერგეტი ესე იგი ეროვნული მოძრაობის გამოსაფხიზლებლად და გასაჩაღებლად აი იმ პოზიტივში რა პოზიტივად მე ვილაპარაკი ამდენი ხნის განმავლობაში აი ბატონო გიორგი საინტერესოა წარმოაჩინოთ თქვენი ორგანიზაცია ქართული რესპუბლიკა თქვენი მეგობრები თქვათ აი როგორ შეხვდით ერთმანეთს როგორ საიდან წამოვიდა ეს იდეა აი ამ თქვენი აი პატრიოტული გაერთიანების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. თქვენ კითხვაზე პასუხის გაცემით დავიწყებთ და მე თუ მომცემთ ნებას რამდენიმე ასე ვთქვათ კომენტარს გავაკეთებ იმაზე რაც თქვით. თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ ახლა რაც მოვისმინე იქიდან გამომდინარე. მაგრამ გეტყვით რომ ჩვენი მოძრაობის წევრებმა რეალურად ერთმანეთი გავიცანით აი ზუსტად იმ აქციებზე რომელიც მთავრობის წინააღმდეგ იყო მიმართული. თუმცა მთავარი ამბავი რაც არის და რაც ჩვენ გვაერთიანებს არის ის რომ ერთ ნათელ მკაფიო გამოწვევას ვხედავთ ამ ქვეყნისთვის. თუ კი სასწრაფოდ არ შევცვალეთ ჩვენ პრინციპები რომლითაც იმართება ეს სახელმწიფო და კორუფციის, ტყუილის, მასიური პროპაგანდის და არაკომპეტენტურობის ნაცვლად დროულად არ დავიწყეთ სიმართლის საუბარი, დროულად არ დავიწყეთ ქვეყანაზე ზრუნვა და არა საჯარო მაღალი საჯარო მოხელეების ჯიბეებზე, პარლამენტარებზე და ასე შემდეგ მათ ჯიბეში ჩვენი დოულათის წასვლა, ეს ქვეყანა ასე შეიძლება რამდენიმე 10 წლეულს გაძლოს, მაგრამ მერე უკვე ვეღარ შევძლებთ. ჩვენ ვართ დიდი დემოგრაფიული
კატასტროფის წინაშე, რომელიც წლიდან წლამდე უფრო და უფრო ღვივდება. შეიძლება მოჩვენებითად მთავრობამ რაღაც შემოგთავაზოს, თითქოს ეხმარება ოჯახებს და ასე შემდეგ. შემდეგ კობახიძე გამოვიდეს და თქვას, რომ ადამიანების მენტალობაშია თურმე სინამდვილეში პრობლემა. ეხლა აქ ალბათ იმას უსვამს ხაზს, რომ ცალკეულ მათ შორის დასავლეთის ქვეყნებში და არა მხოლოდ არის გარკვეული იდეოლოგია, რომელიც შეიძლება ადამიანებს უკარგავს мотивაციას ყავდეთ შვილი და შექმნან ოჯახი, მაგრამ ეს საქართველოში ყოველ შემთხვევაში საქართველოზე რო ვისაუბროთ, ხო? ზღვაში წვეთია იმ გამოწვევებთან შედარებით, რაც დღეს ახალგაზრდებს აქვთ ოჯახის შექმნის კუთხით თუნდაც. ხო, დღეს არ არის ის 200 წლის წინანდელი დრო, როცა თუ ბავშვს ზრდიდი შეიძლება არაფერი გქონოდა, მაგრამ არავის არაფერი არ ქონდა მაშინ, ხო? და ასე იზრდებოდნენ და ერთმანეთს ზრდიდნენ ოჯახში, მაგრამ დღეს მსგავსი ვითარება არ გვაქვს და ჩვენ არ შეიძლება ახალგაზრდას უთხრათ, თუ კი არ გაქვს ელემენტარული შემოსავალი და ბავშვს ვერ მოამარაგებ ელემენტარული საბაზისო, ასე ვთქვათ, საკვებით და სხვადასხვა საშუალებებით, შენ გააჩინე შვილი. მით უმეტეს, როცა არ იცის მან ხვალინდელი დღე როგორ შეიძლება გაატაროს. ამიტომ ყველას უწევს ემიგრაციაში წასვლა, ჯანმრთელობის ამბავს, რომ შევეხოთ ასევე თუნდაც ეს პერიოდი, როდესაც მათ შვილებზე ზრუნვა უწევთ, არის აბსოლუტურად მძიმე, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა ყველა ოჯახისთვის, იმიტომ რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არის გაუმართავი, უამრავი თანხა. დაზღვევა არ მუშაობს პრაქტიკულად. დაზღვევა იქნება ეს მკურნალობა, თვითონ არაკომპეტენტური მკურნალობა. მოდით გავიხსენოთ, რომ ტრაპიზონი არის თურქეთის ცენტრისთვის ყველაზე დაშორებული პროვინცია და თურქეთის ცენტრისთვის ყველაზე დაშორებულ პროვინციაში არის ქართველების რიგების ავადმყოფოებში. არის ქართველების რიგები ევროპაში, საფრანგეთში, გნებავთ ავსტრიაში, სადაც კარგი მომსახურებაა. ადამიანები, მათ შორის წარმოიდგინეთ თავრობაში მყოფი პოლიტიკოსებიც კი და მათთან დაკავშირებული ადამიანები მიდიან იქ საფრანგეთში, მაგალითად მე პირადად ვიცი ავსტრიაში, რომ მათ მძიმე სენს და ყველას გამოჯანმრთელებას უსურვებ, რა თქმა უნდა, ან ნებისმიერ დაავადებას ებრძოლო. იმიტომ რომ აქ ფიზიკურად ამის საშუალება არ არსებობს. ასეთი პრობლემების წინაშე ვარ, ტოტალური უსამართლობაა და აი ახლა მინდა უსამართლობაზე გადავიდე, მე თუ ნებას მომცემთ, ასევე ჩემს აზრს გაგიზიარებთ აქციებთან დაკავშირებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ერისთვის. თქვენ დაიწყეთ ილია მართალზე საუბრით დღევანდელი დღე და ეს არის რა თქმა უნდა ადამიანი, რომელიც ერის მამა არის უპირობოდ, იმიტომ რომ მისი ღვაწლი მით უმეტეს იმ პერიოდში, როცა საქართველო იყო რუსული მმართველობის და უღელქვეშ მოქცეული, არის ფასდაუდებელი. ასეთი რამის გაკეთება მე არ ვიცი რომელიმე ერში ვინმეს თუ შესაძლებელი. ყურადღება მივაქციოთ და დიდი ილია როგორი მეთოდებით, ესე იგი, უპირისპირდებოდა რუსეთის იმპერიას. პირველ რიგში არა ძალისმიერი მეთოდებით, არამედ გონით და სინდისზე და არსებით უპირისპირდებოდა და არა რაღაცა, ესე იგი, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდა იმპერიის წინააღმდეგ. არა, როგორც პიროვნება იდგა და იცავდა ერის ინტერესებს, რაც დღეს ძალიან დიდი დეფიციტია. მესმის, რასაც ამბობთ, კი ბატონო, აბსოლუტურად ასეა. აქვე ერთ რამეს ვიტყვი. ილიას ყველა მოთხრობაში, ყველა ნაწარმოებში ყურადღება არის რაზე გამახვილებული. აი თქვენ ისაუბრეთ, როგორი უნდა იყოს ერი, ხო? მარტო ელიტა, სამწუხაროდ ჩვენი ელიტა იმდენად, ჩემი აზრით, ძირითადად იმდენად არაეროვნული შეგნების მქონეა, რომ მას უბრალოდ არ შეუძლია ამ ერს შესთავაზოთ სათანადო წინამძღოლობა, მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას არ გულისხმობ ამ შემთხვევაში და განსაკუთრებით, როცა სამთავრობო ელიტაზე მიდგება საქმე, მაგრამ ილიას ყველა ნაწარმოებში არის ასეთი, ასე ვთქვათ, განწყობა, რომ ნებისმიერი ადამიანი აუცილებელია და ის მასზე არსებობს ვალდებულება, რომ ამოიღოს ხმა უსამართლობის წინააღმდეგ. არის თუ არა ეს ასე, ალბათ დამეთანხმებით, ხო? ლუარსაბ თათქარიძეც იმიტომ არის მიუღებელი, რომ მას არაფერი ადარდებს გარდა საკვებისა. და მაშინ როცა სხვა გმირები, რომლებიც ნამდვილად სამაგალითოდ არიან დახატულები, ყოველ ჯერზე როცა უსამართლობას აწყდებიან, აუცილებლად იმაღლებენ ხმას და მოდით დავსვათ კითხვა, რა არის ქრისტიანობა თუ არა უსამართლობის წინაშე დაუშვებელია, რომ შენ იყო ხმა ამოუღებელი. ეს არის ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი ამის გარეშე და პირველი ქრისტიანებიც ხო ამას ეწირებოდნენ, ანუ ჩვენ შეგვიძლია ასე შევხედოთ, მოდით სხვა რელიგიას ან უბრალოდ ვინც არ არის ქრისტიანი შეუძლია ასე შეხედოს ამას, რომ ქრისტიანობა და თუ კი შენ გწამს აი ამის რომ უფალი იესო ქრისტეა, მაშინ შენ თუ ამისთვის იბრძვი, შენ სიმართლისთვის იბრძვი და მე ეწირებოდნენ აი თავის სიმართლეს, რომლისაც წამდათ, რომლის ჭეშმარიტებაშიც ეჭვი არ ეპარებოდათ და მე ეს ვრცელდება ყველა სხვა დანარჩენზე. მე ახლა აქ ბევრს აღარ ვისაუბრებ, უბრალოდ ჩემზე რა თქმა უნდა. რა ავიწყდებოდათ ხომ, იცით რა ავიწყდებათ ადამიანებს, რომ აი აგრესიის გარეშე შეიძლება იბრძოლოს სიმართლისათვის,
ხალამოღებული იყო ასე თქვა და თქვა რომ არა ნოოპასარან ეს თქვენი ბინძური თქვა ლიბერალური ტანკი ჩვენ ორღობეში ვერ გაივლის იმიტომ რომ ჩვენ ეროვნულები ვარ და ეროვნულ ინტერესებს ვიცავთ მაგრამ არ იყო აგრესიული გესმით აი ამის დეფიციტია აი ის წმინდანები რომლებიც მართლა თავს დებდნენ აგრესიულები არ იყვნენ და მართლა თვითონ ეწირებოდნენ ამ საქმეს რა აი ეს უნდა აი ახალგაზრდობა ეს უნდა გაიგოს აი ძველგაზრდობისგან და საერთოდ აი ქრისტიანობის არსი სწორედ მაგაში მდგომარეობს რომ პრაქტიკულად ის დიდი წმინდანები ის დიდი მამები რომელიც 2000 წელიწადი ზნეობას სადაროჟოს იდგნენ სიმართლის საჯაროზე სოფლისა და ქალაქის ზნეობისა და წესიერების და რწმენის სადაროჟოზე იდგნენ სწორედ რომ აგრესიაზე ყოველთვის უარს ამბობდნენ თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მაშინაც გახსოვთ აი როგორ შესთავაზა და წმინდანინომ რა უთხრა მეფეს მირიანს რომ არაო ჩვენო ძალითო ჩვენ ქრისტიანობას მთაში გავავრცელებთ მხოლოდ ქადაგებით და შეგონებით და არა იარაღითო და მირიან მეფეს უნდოდა რაღაც მომენტში რომ მთაში იარაღის ძალით გესმით რა მომენტი არის რომ აი ქრისტიანი ყოველთვის ასევე ქრისტიანი რომელიც შემოდის პოლიტიკაში ის უნდა შემოვიდეს შვიდობით და ეგეთ წოდებული აი განდისეული მეთოდებით. სხვა შორის განდი ბიბლიას იყენებდა ძალიან თავის პოლიტიკურ კრედოდ და აი მექანიზმად. მშვიდობით წარმოგიდგენთ კაცმა შარვალ კოსტუმი გაიხადა რომელსაც ინგლისში ჰქონდა განათლება და ძალიან ინტელექტუალური იყო და ჩაიცვა ეს თეთრი ბალახონი და თქვა რომ მე ბრიტანეთს გავაძევებ ინდოეთიდან ოღონდ მშვიდობიანი გზით და მართლა ყოველთვის მშვიდობიანი გზით აკეთებდა იმ აქციებს და იმ ყველაფერს და რა. ამიტომ მშვიდობიანი არა შაშხანების სროლით, არა ესე იგი ბენზინიანი ბოთლების სროლით ერთმანეთზე და სხვაზე თუ პოლიციაზე და არა ესე იგი მანქანების დაწვით და იმით განდის არ შეეძლო გაეკეთებინა. მილიონობით მხარდაჭერი ყავდა და ბევრიც თავაზობდა, მაგრამ მშვიდობიანი გზით წავიდა და ბოლოს რა მოხდა? განთავისუფლა ინდოეთი ინგლისის აი ამ საშინელი მარაზმატიკური ლიბერალური დიქტატურისგან. კი ბატონო. მოდით აი ამაზე ესეთ რამეს ვიტყვი თუ შეიძლება. მათ შორის მე გეთანხმებით აბსოლუტურად, რომ ქრისტიანისთვის პირველი საბრძოლო იარაღი სიმართლეა და სიმართლისთვის თავდადება. ერთი საკითხია, როცა ერის და სახელმწიფოს თავისუფლებას ეხება საქმე, აქ ალბათ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იარაღის გარეშე იარაღის აღება აქ მე ზოგადად ვსაუბრობ და არა ეხლა ჩვენ აქციებზე საერთოდ არა, პირიქით მინდა ცალსახად დავაფიქსირო, მაგრამ ზოგადად ეხლა ბახტრიონის აჯანყებაც ყველამ ვიცით როგორ დაიწყო და ნებისმიერი აჯანყება, ხო? მათ შორის აქ ჩვენი ეკლესიაც დიდ როლს თამაშობდა, იმიტომ რომ თავისუფლებას დაცვა სჭირდება და ჩვენი მეფეები მესიის מחვილები იყვნენ ყოველთვის. მაგრამ ეხლა მოდით აი ამ აქციებზე გადავიდეთ და საქართველოში არსებულ ვითარებაზე. პირველი რასაც აღვნიშნავ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც ერის დიდი ნაწილი არის უკმაყოფილო, ესე იგი მთავრობა იქცევა არასწორად. გნებავთ ამას და არ ქვით ის, რომ მან ის ვერ მივიდა ამ მოსახლეობის ნაწილამდე, გნებავთ მეორე მხრიდან დანახული სიმართლე ავიღოთ, რომ ის უბრალოდ არასწორად იქცევა. ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას. ეხლა მეორე რამ მინდა აღვნიშნო რა, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ აი ქრისტიანული მიდგომით თავარი მათ შორის ურთიერთგაგება არის. მე აი ერთი რამეში მინდა გთხოვოთ, რომ ასე შეხედოთ საკითხს. ნახეთ, იქ მრავალი ადამიანი იყო გამოსული. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში სააკაშვილი, არა მხოლოდ სააკაშვილი, არამედ პუჩი რომ მოვიდა, მაშინაც გვახსოვს, ხო, როგორი აქციები იყო და იმ აქციებს როგორ გაუსწორდნენ. მე მაშინ ჯერ კიდე არ ვიყავი მოვლენილი ამ ქვეყანაზე, მაგრამ დღესაც რომ ნახულობ, გული მისკდება, რას უკეთებდნენ ქართველები ქართველებს. მაგრამ იქედან წამოყოლებული დღემდე უამრავი აქცია გაიმართა საქართველოში, უამრავი მრავალათასიანი აქცია გაიმართა მათ შორის ამ ტელევიზიაში ვინც არიან მათი მეშვეობითაც და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში აი ეს ადამიანების ასეთი მასა როცა გამოდის, ჩვენ არ შეიძლება მათზე ვთქვათ, რომ ისინი ვინმესგან მართულები არიან. ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ისინი ვიღაცასთან აფილირდებიან, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ესენ ადამიანები გამოვიდნენ გულწრფელი პროტესტით. ახლა რაც შეეხება დაწვას და ასე შემდეგ. ნამდვილად კი იყო ასეთი შემთხვევები, მათ შორის ეს მაშხალებს რო ეძახიან ქართულად ფეიერვერკებს და ასე შემდეგ. აქ ერთი რამე მინდა აღვნიშნო კიდევ რა. ჯერ ერთი, როდესაც საუბარია ათასობით ადამიანზე, აუცილებელია რომ ჩვენ არ მოვხარშოთ ყველა ერთ ქვაბში, არ ვიცი სხვა როგორ თქვა და დავინახოთ რომ ამ ადამიანებს რაღაც მართლა აწუხებს და მეორეს დავამატებ თუ შეიძლება უკაცრავად სანამ დავასრულებ. ეს
მთავრობების ასე ვთქვათ, გამოცდილი პრაქტიკაა, რომ როდესაც შენ აქციის დაშლა გინდა, აუცილებლად ძალიან უმარტივესია, ეს უმარტივესი ადმინისტრირება სჭირდება ამას მეორე მხარეს ადამიანებს, რომლებიც მათ შორის შენგან იმართებიან, აიძულებს ჩაიდინოს რაიმე ისეთი, რაც გამოიწვევს საზოგადოების უკუ რეაქციას და რაც მისცემს მას საშუალებას, რომ გამოიყენოს ძალა. ეს დღემდე გრძელდება. ნებისმიერი პროტესტი, დღესაც რა პროტესტიც არსებობს, აი დაუკვირდით, თუ კი ის ოდნავ რაღაცა ხილვადი არის, ყველა პროტესტში არის ყველა მთავრობის, აი ევროპაშიც ასე იქნება დამიჯერეთ. რუსეთში ხო არის და ასე შემდეგ. ამიტომ მე ერთი რამე მინდა ვთქვა და აი ახლა დავასრულებ უკაცრავად გამიგრძელდა, მათ შორის მეც ვიყავი აქციების მონაწილე და იქ არავინ იყო მასა და უმრავლესობა არავისგან მართული არ არის. ადამიანი გულწრფელი პროტესტით გამოდიან. ჩვენ მე მინდა და ასეთ რამეს ვისურვებდი, რომ ჩვენ ქართველებს შეგვეძლოს ერთმანეთს გავუგოთ მაქსიმალურად. მე იცით აქ რატომ ვარ მათ შორის და ყველგან სადაც ქართველი ადამიანია და ქართულად საუბრობენ. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ესენი არიან პრორუსები, ესენი არიან პროდასავლეთელები, ესენი არიან, რა ვიცი, შეიძლება მაგრამ პროჩინული ისიც გამოჩნდეს, იმიტომ რომ მაგალითად ყაველაშვილს ყავს მრჩეველი, რომელიც აშკარად პროჩინელი არის, ჩემი შეხედულებით, რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში გარკვეული პერიოდი ესე იყო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე მინდა ყველა ადამიანში დავინახო თუ კი არ მაქვს საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომ მას უყვარს სამშობლო და ეს არის მისი ხედვა. შეიძლება მე არ ვეთანხმები, მაგრამ მე აუცილებლად უნდა მოусმინო მას, მე აუცილებლად უნდა ვეცადო მისი გავიგო. იქნებ სადღაც მეწვდები, იქნებ ჩემი გზა დავაკორექტირო. ეს არის პრინციპი, რომლითაც მე მინდა და ღვთის შეწევნით იმედი მაქვს ასევიული, რა თქმა უნდა, მომავალზე ვერავინ ვერ დადებს. ხო, ამიტომაც ვართ ადამიანები და ხილებული, რომ არ ვიცით მომავალში ჩვენ რას ავირჩევთ. კეთილს თუ ცუდს, მაგრამ გვინდა და ჩემი სურვილი ეს არის, უბრალოდ აი ეს მინდოდა მეთქვა და აღნიშნა. გიორგი, ძალიან სასიხარულოა, რომ აი ახალგაზრდობა ყოველთვის აქტიურობს და მართლაც ის აქციები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ ქუჩაში, ძირთად ახალგაზრდობა იყო იქ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ რაღაცა პოზიტივი მოხდა, იმიტომ რომ მეც მაქვს კონტაქტი ჩემ შვილებთან, მის მეგობრებთან, ახალგაზრდებთან, მეზობლებთან, ნათესავებთან, ხო, არა ვარ ჩვენ ჩაკეტილები, საზოგადოება მამული შვილები ვარ და საზოგადოების ყველა პლასთან გვაქვს ურთიერთობა, ქართულ ეროვნულ პარტიებთან, ქართულ ეროვნულ არასამთავრობოებთან, აი თქვენთანაც თქვენ ერთ-ერთი კიდე არასამთავრობო, რომელიც გაგიცანით და ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ და ჩვენ ახალგაზრდობას შევატყვეთ რა, აი დიალოგები გქონდა მე, თუნდაც ბოლო ერთი კვირა, ბოლო ერთი თვე ახალგაზრდობა მიხვდა რომ უკვე დროა რომ მას ის არ უნდა გამოაყენებინოს საკუთარი თავი საზღვარგარეთის ორგანიზაციებს ან ადგილობრივ რაღაც ორგანიზაციებს რომელიც რაღაცა მიზნებს ემსახურებიან აი ჩვენ იგივე ვიცით რომ გლობალისტური მთავრობა არის და თავისი დღის წესრიგი აქვს მაგას ყველა ქვეყანაში ხო ჩვენ ვიცით რომ ეს აქციებიც ფინანსდებოდა ხო იგივე ის მე ვერ ვიტყვი ამას არა ნუ ეხლა ინფორმაცია არის ის ამდენი მაშხალა ის ამდენი ნიღბები რომელიც შემოდიოდა იმ აქციებზე ეს უბრალოდ სულ აი აბსოლუტურად გაუთვისნობიერებელი ადამიანი რო იყო და ისე შენთვის გააკეთო ანალიზი მიხვდები იმას რომ ეს მატერიალური გამოხატულებები ეს აერწინაღები უზარმაზარი ბაშხალები, შაშხანები, გადასაგდებები, ასაფეთქებლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ფინანსდებოდა და ფინანსდებოდა იმ საერთაშორისო იმ ლამაზი ასე ბჭყალებში ვიზახი ლიბერალური ორგანიზაციების მიერ რომელიც აპროტესტებდნენ ამას, რომ ჩვენ გვინდა ეს დაფინანსება მოხდეს, ნუ ჩვენი ბიზნესები გვაქვს. უბრალოდ რა არის იცით რომ არა მარტო ახალგაზრდობამ, ძველ გაზრდობამაც უკვე დრო დადგა რომ აღარ უნდა გამოაყენებინოს თავი იმ ლიდერებს, რომლებიც ხელფასებსაც იღებენ. ჩვენ ხო ვიცით რომ ის ხალხი აქტივები, რომელიც ჩანდა ტელევიზორში და რომელსაც საფუძვლად არ აიღო პასუხისმგებლობა, ხო? აი იმ დაწვებზე იმ თეცხლოვან ესე იგი სცენარებზე პრაქტიკულად ის აქტივი ფინანსდებოდა და ხელფასებს იღებდნენ და დღესაც ახლა ეს ელჩები რომ მოდიან და თქვა გვეჭიდავებიან ეროვნულ ორგანიზაციებს, სწორედ ამაშია საქმე, რომ რატო ემხრობიან, იმიტომ რომ აფინანსებენ კიდევაც აი ამ ორგანიზაციებს და ახალგაზრდობა მაინც მე ვფიქრობ, რომ გამოიყენოს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ხვედრითი წილი ახალგაზრდობისა, ესე იგი, გაიაზრა ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, გონს მოეგო და მე ვფიქრობ, რომ მესამეჯერ და მეოთხეჯერ უკვე თავს აღარავის აღარ გამოაყენებინებს. მე მინდა ჩემ შვილებს და შვილიშვილებს და ახალგაზრდობის უდიდეს ნაწილს უნდა უთხრა რომ თუ შეატყობთ რომ სადღაც მაინც უცხოეთიდან ან ადგილობრივი ლიბერალური ორგანიზაციებიდან რაღაცა ფინანსდება, რაღაცა აქცია, ნუ გაეკარებით იმას, იმიტომ რომ
მათ კუდები გადამული აქვთ კიდე კაცმარიცის რა ორგანიზაციებთან და კაცმარიცის რა გეგმებს ახორციელებენ. ამიტომ შეიძლება მოტივი იყოს პატრიოტული, მაგრამ ყველაფერი ესე იგი არ წავიდეს ისე, აი თქვენ როგორ ზამბობთ, ხო, ძალისმიერად წავიდეს, იმიტომ რომ მაინც იყო დაინტერესება, მოდი ვაღიაროთ, რომ იქ ისინი ზამბობდნენ, რომ აი სისხლი დაიღვაროს, რატომ უნდათ ეს სისხლის დაღვარა, რომ კიდევ უნდათ აგორება, ხო და ეს მოტივები ჩვენთვის ნაცნობი, იმიტომ რომ თქვენ ხომ გეუბნებით ბოლო 20 წელიწადი ასე თქვა აქტიურობთ და ჩვენ ეს ჯერ კიდევ 9 აპრილიდან გამოცადეთ ჩვენ ზურგზე რომ რა ძალები იყო იქ კიდე და რა ვის უნდა და არევა აი კავკასიის არევა აქ ჩვენ მარტოები არა ვართ და თქვენ კარგად ხედავთ რომ აზერბაიჯანს სომხეთს შორის რამხელა რყევებია და ეხლაც როგორც ცდილობს იგივე ხო დამშვიდდა პირიქით და საბედნიეროდ ესეთი რამე კავკასიაში არასდროს არ ნეტა დამშვიდდეს სომხები და აზერბაიჯანელები ერთ კამზეზია საგარეო ვაჭრობასაც იწყებენ ასეთი რამ არ ყოფილა მას შემდეგ რაც რუსეთის იმპერია დაინგრა და დაიწყო პირველი კონფლიქტი, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ამიტომ მე ამხრივ პირიქით დიდი იმედები მაქვს, რომ სიტუაცია პირიქით კავკასიის დამშვიდებისკენ მიდის. თუ არ ჩაერევ, მე ვფიქრობ, რომ კავკასიაში თუ გარეჩარევები არ მოხდება, კავკასიაში ჯერ კიდევ 30 წლის უკან დამყარდებოდა მშვიდობა, მაგრამ ეს გარეჩარევები, იგივე ჩრდილოეთიდან, იგივე ამერიკიდან, ევროპიდან სულ არის, გესმით? ჩვენ ნუ გამოვრიცხავთ, რომ მარტო ჩრდილოეთიდან არის. ამერიკიდანაც კარგად არის გარეჩარევები, იგივე ევროპიდანაც არის გარეჩარევები და დაფინანსებები სხვადასხვა დინებები. ამიტომ ჩვენი ბატონი ზვიად გამსახურდია, რატო ამბობდა რომ ერთიანი კავკასიური სახლის შექმნაზე. სწორედ როგორი სახლის შექმნაზე იცით, სადაც ფარული მაგიდის ქვეშ სტუნები კი არ გვეყოლებოდა იმ სახლში, გესმით, რომელიც კაცმარიცის რა ხლართებს გახლართავდნენ. პირიქით აი ამ კავკასიური ერების ჩრდილოეთ კავკასიას იგულისხმება ჩვენი მეზობლობა სწორედ ის არის, რომ სხვა ქვეყნები ჩვენ ურთიერთობაში არ უნდა ჩავრიოთ. ისევე როგორც არ უნდა ჩავრიოთ ჩვენ სამეზობლოში სხვა ადამიანები, ისევე როგორც ჩვენ სოფლის ერთობაში არ უნდა ჩავრიოთ, ისევე როგორც ჩვენ საქართველოში არ უნდა ჩავრიოთ, გესმით? აი ეს კავკასია თუ მიხვდა ამას და საქართველოს, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებმა ერთ-ერთზე პირადად გავიდნენ ყოველგვარი შუამავლების გარეშე, გესმით? ეს ჯერ ვერ მოახერხეს ჩვენმა ერებმა სამწუხაროდ და ეს არეულობა კავკასიაში და ბევრ რეგიონში მარტო კავკასიაზე არ არის ლაპარაკი, სწორედ ის არის, რომ ისეთი ჩარევები და ისეთი გავლენებია, რომ სამწუხაროდ და ისეთი გარეგანი რყევებია და ხშირად მე ეს ამ ქვეყანებში შეხლა შემოხლით ერთმანეთთან შეხლა შემოხლით თავდება, რომ ესე იგი ამის დაბალანსება მხოლოდ შეიძლება ერთადერთი გამოსავლით. ქვეყნის შიგნით ერთობით ახალგაზრდობასა და ძველგაზრდობას შორის, მთავრობასა და ხალხს შორის, აი ნამდვილი ერთობით, ყოველგვარი ჩარევების გარეშე და საგარეო პლანზე ასევე ყოველგვარი ჩარევების გარეშე ამ ჩვენი კავკასიის, აი ლამაზი ოჯახის ქვეყანათა ერთობით და მეგობრობით. აი ამას თუ მივახციეთ, ქვეყანა დაალაგდება. მაგრამ ჩვენ საშინაო საქმეებს მივხედოთ, ჩემო გიორგი, აი ამ ორი გიორგის ასე თქვა დღეს გადაცემა გამოგვივიდა მშვენიერი. ჩვენ საშინაო საქმეებს მივხედოთ და კონსოლიდაცია გავაკეთოთ. აი დღევანდელი საუბარი რა იყო? ბრწყინვალე საუბარი ჩაატარა ჩვენმა ქალბატონმა ირმამ, რომ კონსოლიდაცია და ერთობა და აქტიურობა ამ კუთხით. და ახალგაზრდობამაც და ძველგაზრდობამაც ეს გაერთიანება უნდა მოახერხოს და უნდა მივხედოთ ჩვენ სამშობლოს და ამაზე ძვირფასი არავინ არ აკვავს და მოდით ნუ ავიღებთ იმ თანხებს, გარედან შემოტანილ თანხებს, ნუ გავიყიდებით იმ თქვათ რაღაცა აქციებზე, რომელიც არ ვიცი კიდე რითი ფინანსდება, ვინ აფინანსებს და რა მიზნები აქვს. შეიძლება რაღაცა გულწრფელი მიზნები კონდეს ამ აქციას, მაგრამ ძალიან ბნელი ძალებიდან თქვენ რამე მტკიცებულება გაქვთ დაუშვათ, რომ რაღაც ნაწილი დაუშვათ, ან ვინ ფინანსდებოდა კონკრეტულად საიდან? არა, მტკიცებულებები ბევრი არსებობს და ახლა მაგას ლოგიკაც ხო არსებობს და ახლა ანალიზიც არსებობს. აი ლოგიკის მიხედვით ამ ადამიანებმა $1,000,000 მარტო შაშხანა დაიწვა, იცით თქვენი. $1,000,000. ვინ შეაფასა ეს საიდან არის აფასებს ხალხი რა. აი ახლა მე გეტყვით, ნახეთ ამ ადამიანებმა და მთელმა საქართველომ რამდენიმე დღის განმავლობაში ზუსტად იმ სტუდენტების მეშვეობით, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას აქციებში, რამდენიმე დღეში, მაშინ როცა მთელი მთავრობა, მთელი სამთავრობო პროპაგანდა ერთი თვის განმავლობაში დიუშენით დაავადებულ ბავშვებს და მათ მშობლებს უფროსწორად დაშავება, ნახეთ 2 მილიონი შეაგროვა ამ ხალხმა. ამიტომ რატომ გიკვირთ, რომ ეს ხალხი ელემენტარულ ნიღაბს
მე მაგალითად ანუ იღების ყიდვის შესაძლებლობა თავისთავად მაქვს, ხო, ეს არ არის რაღაც ფუფუნების საგანი. რატომ ფიქრობთ, რომ ამ ადამიანებს არ შეეძლოთ თავად შეეძინათ ნიღაბი მაგალითად, რომელიც აუცილებელი იყო, იმიტომ რომ ისეთი ნივთიერებით გამოყენებით მოხდა, რომ თვითონაც ჯერჯერობით არ ამბობენ და აქ არანაირი შესაძლოა, რა თქმა უნდა, აი ნახეთ რა თქმა უნდა, იყო ამის ფაქტები ზოგადად თვითონ შეიძინა, რა თქმა უნდა, მაგრამ ფინანსდებოდა ეს მოძრაობები, აი ეს გადატრიალების მცდელობები უცხოეთიდან, საზღვარგარეთული ორგანიზაციებიდან. ეხლა ამაში არავის არ ეპარება ეჭვი. აი მე მეპარება ეჭვი და ამაში არ გეთანხმებით, თუმცა ჩვენ ამიტომაც უნდა ვისაუბროთ და ამიტომაც უნდა უბრალოდ რა არის იცით, რაიტმოტივი რა არის, აი ჩვენი გულის წოხილი რა არის, რომ ახალგაზრდობამ არ უნდა გამოაყენებინოს თავი არავის. კი ბატონო. არც შიდა ძალებს და არც გარე ძალებს. და თუ შეამჩნევს ახალგაზრდობა, რომ აქ თქვათ რაღაცა მოძრაობა აქცია კეთდება და ეს ხალხი რაღაცა ლიბერალური ორგანიზაციებია, რომლებსაც ყუდები იქ აქვთ ევროპაში დამარხული გესმით? გინდა რუსეთში ნიშნობა, რუსეთშიც არის ლიბერალური ორგანიზაციები. მაგას ნიშნობა არა, ხო? იგივე ჩვენ აი ეჭვი გვაქვს, რომ ეს თანხები მარტო ევროპიდან, ამერიკიდან კი არ შემოდიოდა. რუსეთიც ატარებს აი ამ ლიბერალური ორგანიზაცია იქაც არის. ამიტომ მოდით ნურცეთ ქვეყანის ბნელ ძალებს ნუ გამოვაყენებინებთ ჩვენ ახალგაზრდობას. აი ეს არის ლაიტმოტივი ჩემი. ასეც უნდა იყოს. თუ ადამიანი ამას ნახულობს, უნდა თქვას და თუ მის ძალა არ აქვს, უნდა ჩამოშორდეს ამ აქციებს. და მაშინ მოხდება კონსოლიდაცია. აი მე ასე ვფიქრობ, რომ აი ხომ გეუბნებით ჩვენ ქვეყანას ჩვენ ვერ გადავარჩენთ, თუ იგივე ხალხი, ხელისუფლება ახალგაზრდობა, ძველგაზრდობა, სპეციალისტები, პატრიოტები ყველა ერთად არ გაერთიანდა და ერთად არ დადგეს. მე იმის წინააღმდეგიც ვარ, რომ განუწყვეტლი რომ ლანძღავე მთავრობას ხვდებით, რომ 40 წლის განმავლობაში მთავრობის ლანძღვით არაფერი არ გაკეთდა. გარდა აგრესიისა. გასაგებია ვაკრიტიკოთ, მაგრამ არც ერთი მთავრობაც არ გამოგვადგა, ხო? და ყველა მთავრობა საკუთარ კორუფციას ზიად თავი რო დავანებოთ. ამაში ჩვენი ბრალია. ამ ამორჩევლის ბრალია, ხო? რატომ? იმიტომ რომ ხანდახან ჩვენ რაღაცნაირად მერკანტიკულად ვაგდებთ იმ ჩვენ საარჩევნო ქაღალდს და აქაც ესე იგი რა ერიცო ის ბერიო, ხო? მანდ ესეთი რა ერიცო ის ბერიო. აი მოგახსენებთ რა დილემა გვაქვს მანდ ასეთი დილემაა, როდესაც ერი არის გაღარიბებული და მთავრობა არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს გაღარიბებული ერი გამდიდრდეს. გამდიდრებაზე შეგულისხმობ იცხოვროს ღირსეულად. როცა არაფერს არ აკეთებს ამისთვის და არჩევნები მოდის, არჩევნებზე მისული ნებისმიერი ადამიანისთვის ურთულესია მას უთხრა, რომ იცი რა, ის 300 ლარი იქნება თუ რაც იქნება, ან სოციალური დახმარება, ყველა მიცით, რომ 300 ლარიანზე უამრავი ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული ბოლო წლებში. შეუძლებელია შენ მორალურად მათ უთხრა, რომ ეს არ გააკეთო და ეგ ფული არ წაიღო შვილისთვის და ჩააგდე ის არჩევანი რაც შენ გინდა. ურთულესია. ამიტომ აქ მთავარი პრობლემა მე მაინც ასე ვიტყოდი, მთავრობებშია, რომლებიც სპეციალურად აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ქვეყანაში მათზე იყოს დამოკიდებული, რადგან იყვნენ გაჭირვებულები, რადგან იყვნენ ხელფეხი შეკრულები და ასე ყველა არჩევნებზე გამოიყენოს ეს გავლენა რაც აქვს. ეს ამას აკეთებს ყველა მთავრობა ბოლოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არჩევნებში, ხო, იგივე თქვა არჩევნების გაყალბება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება რაც მასიურად ხდება ყოველთვის, რატომ უნდა გამოიყენოს შენი რესურსი, თუნდაც საეთერო გადაცემები არჩევნების წინ, თქვა იგივე პარკების გახსნა და რაღაცა რომ მოუნდებათ, ხო, ეს ახლა კიდე ეს კიდე ისეთი სირბილი არის, რასაც იმასთან შედარებით, რასაც ამიტომ ჩვენი აი მამულიშვილები, ჩვენი არასამთავრობო, ისე როგორც თქვენი არასამთავრობო და სხვა ქართული პარტიები და ქართული არასამთავრობო, აი ჩვენი ერთობის მომავალს ხედავ მე. მე ვხედავ მომავალ ეროვნულ მთავრობას, რომელიც მოდის და მოვა ალბათ. ეს უბრალოდ ანალიზით, იმიტომ რომ სხვა შანსი ერთს არ დარჩა. ვხედავ რას ნიშნავს, უბრალოდ ანალიზს ვაკეთებ, რომ სხვა გზა არც აგვაქვს, ამ ბილგზე ყველამ უნდა გავიაროთ. ქართული პარტიების, ქართული არასამთავრობების და ქართული პატრიოტების ფიზიკური პირების ერთობა, იგივე მწერლების, პოეტების, მხატვრების, მოქანდაკეების, მეცნიერების, ფერმერების, მეურნეების, აი ამ ერთობას და აი ამ ერთობის გამოხატულ მთავრობას, ეროვნულ მთავრობას უნდა დაუთმოთ გზა, რომელიც იქნება პოზიტიური, რომელიც იქნება და მოიყვანს სათავეში არა ოქროს უნიტაზებზე მეოცნებე და ესე იგი, ოქროს უნიტაზების შემგროვებული ჩინოვნიკებს კი არა, მოიყვანს ისეთ პარლამენტს, ისეთ
თავრობას და სამინისტროებს დააკომპლექტებს, რომლებიც იქნებიან პატრიოტები და არა ისინი, ვთქვათ, ოქროს უნიტაზებს და იმებს აგროვებენ სახლებში და რაღაცა სხვა მერკანტილული ისინი აქვთ მიზნები, ხო? კარგით, ბატონ გიორგი, ძალიან სასიამოვნოა დრო, რა თქმა უნდა, ცოტა გვაქვს, აი ეთერში თუ ჩვენ შემოუშვებთ ასეთი სურვილი გვაქვს, რომ ჩართვები მოხდეს, იმიტომ რომ დრო მაინც ცოტა და ეს ცოტა გამოაცოცხლებდა ჩვენ გადაცემას, ალბათ შემოვა ტელეფონები ცნობილია ჩვენ გადაცემას და ამ ტელევიზიას ყავს თავის მრევლი, რომელმაც იცის ეს ტელეფონები და რეკლამა ხოლმე და მეგობრებო, თუ დარეკავთ გადაცემაზე, თემასთან ახლოს დავრეკოთ, აი ქართული ახალგაზრდობა, ეროვნული მოძრაობა და ქართული სახელმწიფოს ბედი. აი ამაზე ვილაპარაკოთ. ნუ დარეკავთ იმაზე, რომ თქვათ მთვარეზე იქ ვერ მოიყვანა ვიღაცამ პამიდორი. აი ასეთი გაყენებული თემებს ნუ ჩავრდავთ, ხო? აი თემაზე ვილაპარაკოთ. კარგით, ბატონ გიორგი, კიდე რა სიტყოდით სანამ შემოაზარი? რა სიტყოდი და აი სანამ ჩვენ ერთობაზე ესეთი ეტაპი გვაქვს გასავლელი ჩვენ ქვეყანაში. სანამ ერთობაზე გადავალთ, მანამდე და რაც აუცილებელია იმისთვის, რომ გაუძლოთ ქარტეხილებს, რომლებიც ჯერ კიდე წინ არის. იმიტომ რომ კაცობრიობა გადადის უბრალოდ თავის ახალ რევოლუციურ ეტაპზე, რასაც ციფრული რევოლუცია ქვია, რომელიც დაწყებულია და საწაგვიყვანს არავინიც. და ამასთან ყვება მე სხვა მრავალი დიდი ცვლილებები. თუმცა სანამ აქამდე გადავალთ, უნდა დავიწყოთ ერთმანეთის მოსმენა და ერთმანეთის პატივისცემა. აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ნებისმიერი განსხვავება, აი ხომ გამოჩნდა რომ მე და თქვენ განსხვავებული აზრი გვაქვს, ხო? არ თანხმდებით დაუშვათ აქციებზე იქ როგორ იმართებოდა და რა იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთმანეთს უნდა ვესაუბროთ და ცივილიზებულად, როგორც ქართველს შეშვენის და როგორც ქრისტიან ადამიანს შეშველის, ისე ავუხსნათ მაქსიმალურად ერთმანეთს ჩვენი პოზიციები და თუ ვერ შევთანხმდებით, არა უშავს. იმიტომ რომ ღმერთმა დაგვიფაროს, აი ეს ყველაზე უკიდურესი გამოვლინებაა, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს. მაგრამ უბედურების ჟამს რო ამ ქვეყანას დაშირდეს, მე და თქვენ გვერდიგვერდ უნდა ვიბრძოლოთ და ვაკეთოთ ამ ქვეყნის საქმე. იმიტომ რომ იქ უკვე ჩვენთვის წყალგამყოფი აღარ უნდა ვიყოს და ამას უნდა გავუფრთხილდეთ. ღმერთმა ეს გვაშუროს, მაგრამ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის. ეხლა აი ბრძოლის აზრი სწორედ ის არის, რომ მე ბრძოლის აზრდა მოედანს, როგორც ახალგაზრდობის ისე ძველგაზრდობისთვის ხედავ პარლამენტში, საკანონმდებლო მუშაობაში, ხედავ იმაში, რომ სწორედ ჩვენი მთავრობა შემოსულია, აი შემოვიდეს ზარი თუ შეიძლება. საღამომშვიდობის საბატონებო. სასიამოვნოა. უმსხვილობის და მიმართო. შეო, რომ ბრძანე, რომ ევროპიდან არ იმართება და არ ფინანსებს ეს აქციებიო, მე გეწინააღმდეგებით ამას. ამით მოყავს, მაგალითად, აი ბავშვებისთვის შეგროვდა 2 მილიონი სახე. დიახ. მუდაგავიწყდებათ, რომ იქ ბიზნესმენები რიხავდნენ იმის. მარტო ახალგაზრდობა და სინდოდა ორ-ორივანი არსებობდებოდა 2 მილიონი. მაგრამ მე არ დავიჯერებ, რომ ამ მიტინგებს ბიზნესმენები აფინანსებს. კარგი ბრძანდებოდა. მადლობა. აი მე რა აზრს ვამბობ, რომ აი სწორედ ერთობა და ისეთი ერთობა, რომელიც საკანონმდებლო მუშაობას ჩვენ ახლა გვჭირდება კარგი კანონები, რომ აი ქვეყანა ავაშენოთ, გესმით? ჩვენ არ გვჭირდება ქუჩაში ძიგძგილაობა. გასაგებია რაღაცა თემაზე, რომელიც პროტესტს იწევს, ვერ ეტევა ეს პარლამენტის კედლებში და ესეც მთავრობის მინუსია, რომ მთავრობა ჩვენ სულ ამბობთ აი მამულიშვილები ყველა გადაცემაში, ამ გადაცემაშიც რომ გახსნილი უნდა იყოს კონსულტაციებზე მოდიოდეს ხალხთან, სტუდენტობასთან, ახალგაზრდობასთან, ძველგაზრდობასთან, ქართულ არასამთავროებთან, ქართულ პარტიებთან, რომელიც ბევრია უკვე. არასამთავრობო 83-მდე არასამთავრობო ითვლება, ხო? ფიზიკურ პირებთან, პატრიოტებთან ხო არიან, კაცო, მწერლები ყავს, პოეტები ყავს, მეცნიერ მთავრობა უნდა იყოს გახსნილი, უნდა იყოს პარლამენტი გახსნილი, დეპუტატები უნდა ხვდებოდნენ ხალხს და სამინისტროების, მინისტრების დარგის მესეურებს უნდა ხვდებოდნენ. კი არ უნდა იმალებოდნენ, წინან გადაცემაზე თქვი მე აღნიშნე, რომ ხანდახან მინისტრთან მიდის დარგის მესეურები და მინისტრი ემალება, რომ არ ხვდება რა და ხალხი მიდის, ეხლა თავის პირადისთვის ხო არ მიდის, რომ აი ამ დარგში ეს პრობლემებია და რომ გადარჩეს დარგი, გავაკეთოთ რეფორმა, გავაკეთოთ ეს, აი მინისტრიდანაც უნდა სამინისტროებიდანაც უნდა იყოს ეკონომიკის მინისტრი მაგალითად. აი მაგალითად ჩვენ არ ვიცით, სოფლის მეურნეობა არის აბსოლუტურად მიტოვებული. სოფლის მეურნეობის მინისტრს სახეზე უნდა ვიცნობდეთ, მის მოადგილეებს სახეზე უნდა ვიცნობდეთ. რაღაცა დარგის განვითარების გეგმა უნდა იდოს. ამ გეგმას უნდა მიყვებოდნენ. აბა თუ შემოვაკიდე ზარი.
და ესე იგი ყველა დარგი უნდა მუშაობდეს. შეხვედრის საათები არა აქვს. თან არ არის კრიტიკული ეს კონტექსტი ჩვენში დაგროვილი და ჩვენ თქვა ლურჯიფერებით კი არ უყურებთ მთავრობას. და უბრალოდ მთავრობა უნდა იყოს გახსნილი ხალხის ფართო პლასების მიმართ. ჩართვები უნდა იყოს ხშირ-ხშირად ეხლა პუტინიო სამ თვეში ერთხელ ჩართვებს აკეთებს ერთს ელაპარაკება, ხო? და დალოცილო ყველა სამინისტრო უნდა იყოს გახსნილი ეს ჩართვები, გადაიცეს ეს დიალოგები. მარტო ჟურნალისტები კი არ უნდა მივიდნენ. დარგის მესოურები, რა ხდება თქვა ჯანმრთელობის სამინისტროში, რა პრობლემია, როგორ გადავჭრათ, ხო? აი ონკოლოგია მაგალითად, თავზე გვენგრევა ეს ონკოლოგიური სისტემა თქვა, რომ ადამიანი რომელიც სიმსივნით დაავადდება, მიდის უცხოეთში პირდაპირ აქ უკვე აღარ კურნალობს. რატო? იმიტომ რომ უზარმაზარი ინსტიტუტი იყო და სამოწყობო და დაშალეს ისა და სარკეულ კლინიკებში გადავიდა პატარ-პატარა ექიმებმა და ონკოლოგებმა გადანაწილდნენ საერთოდ პატარ-პატარა კლინიკებში და ეს სქემები გასაგებია ამ სქემებს იყენებენ, მაგრამ რეალურად ჩაკვდა მეცნიერება და ის ინოვაციები უკვე აღარ ინერგება. ჩვენ ჩამორჩით ონკოლოგიაში და უზარმაზარი მსხვერპლი გვაქვს. და აი ეს საჭირო ხალხი მიდის საკურნალოდ უცხოეთში იქაც ვერ იღებს ნორმალურ კურნალობას. ასტრონომიული თანხები ჯდება და იმის გამო რომ ესე იგი ეკოლოგიური ეს სისტემა, ესე იგი ჯანდაცვის ეს სისტემა მოიშალა პრაქტიკულად, გადა ლაბორანტ და აი პატარ-პატარა კლინიკებში და პოლიკლინიკებში და პატარა სამავთყოფოებში ადეკვატურ ინოვაციურ თანამედროვე კურნალობას ვერ იღებ შენ როგორც საფრანგეთში, როგორც იაპონიაში, როგორც გერმანიაში ვერ იღებ, იმიტომ რომ ამას ჭირდება ერთი ინსტანცია და იმ ერთი ინსტანციის დაფინანსება, რომელიც ჩვენი ხალხი არ დაგვეხოცოს. და ეხლა ადამიანი რომელიც დასნეულებულია და 20-30 წლის უკანდელი სქემებით რომ კურნალობ და ქიმიათერაპიას უკეთებ 30 წლის უკანდელი პრეპარატებით გადარჩება ის. ამიტომ ასე დღეშია ყველა დარგი. აქ ჭირდება სწორედ ახალგაზრდობის ესე იგი თანადგომა. ანუ ქუჩიდან უნდა გამოვიდე და უნდა ეს მუშაობა დაიწყოს საკანონმდებლო აქტივობით. და შეხვედრებით. ქუჩასაც თავისი აზრი აქვს. ნეტავ იყოს ასეთი საშუალება, აი. ერთ რაღაცას დავამატებდი, ნახეთ. აბა ზარი შემოუშვათ. ოდიში. ალო. გისმენთ გენაცვალე. გამარჯობთ გენაცვალე. ბიჭო, ხომ ნაპალეში. საერთოდ მასწავლე, ერი. Lasciami fuori, saudolare adesso. Vedi che ma tutto le nuove famiglie. Tutto sarebbe ma sarebbe. Sarebbe che sono state grandi modelli. კარგით გასაგებია, ძიმე მდგომარეობა ქვეყანაში სწორედ ეს პენსიონერები ჩვენი, მაგრამ პატრიოტები ყავს ეს ხალხი. აი გეუბნებით, აი ძალიან დიდი მუხტი დევს პენსიონერებში, რომელიც მიძინებულია. ირმამ დღეს ხო ჩვენი ყურით მოისმინეთ და 5 საათიან სხდომაზე ჩვენ საკმაოდ ხალხი იყო მოსული და თქვა რომ 800,000-მდე პენსიონერი ყავს. და მათი ეს შემართება, მათი ეს პატრიოტიზმი არ არის გამოყენებული, არ არის რეალიზებული და აი ეს გულისტკივები უნდა განივთეს. აი მე მიხარია რომ ობიექტივს აქვს ეს ტრიბუნა და ხალხი რეკავს პირდაპირ ეთერში შეიძლება ადამიანმა დარეკოს. მე მაგალითად ვერ მოვიაზრებ რომელიმე ტელევიზიას, სადაც ჯერ ისეთი პირდაპირი ლაივი მიდიოდეს და შემდეგ ვიღაცა შეეძლოს დარეკვა ლაივში. პრაქტიკულად აი ხდება ეს თქვა იმედზე, ხდება იმ პირველზე აი ლიბერალურ ტელევიზიებში ხდება ეგ რომ ადამიანს შეუძლია ქუჩიდან დარეკოს აი ესე. აი ხო დემოკრატიის კორიფეები არიან ვითომ. რატო არ ბაძავენ აი ობიექტივს რომ შეეძლოს რომ თქვა იგივე იმ პირველ აღზე, იგივე იმ საზოგადოებრივ ტელევიზიაზე, იგივე იმედზე რომ შეიძლებაოდეს დარეკვა ქუჩიდან გადაცემაში, ხო? და აი ხო გეუბნებით არა რომ აი თუნდაც ეს ერთი ინოვაცია. ანუ ეს მუხტი ესე იგი დაგროვილია ხალხში და მე ვფიქრობ რომ ამას გასაგანი უნდა მიცეს. პირველ რიგში მთავრობა უნდა მიცეს. ნახევარწუთით ჩაგერთვებით, ნახეთ, მოდით დავსვათ კითხვა. აი ვინ, მათ შორის ვინც გვისმენს, ვინ გრძნობთ რომ ეს ხელისუფლება გვემსახურება ჩვენ და ხალხს. თქვენ სწორად აღნიშნეთ წეგან რომ ხალხთან ახლოს უნდა იყოსო. აი მაგალითად ავიღოთ ერთი ამბავი. გონიოს და კრწანისის ამბავში ჯამში უკვე გაიზარდა და 900 ჰექტარზე შენდება 2 დიდი დასახლება, რომელიც არის ქართული პატარა ქალაქების ხელა და აი ამ მიწას განსაკუთრებულ მიწას, არა მხოლოდ ისტორიული დანიშნულებით, არამედ ეკოლოგიურადაც და ყველასაში რა ხდება, ხო? გონიოში და კრწანიში, მოკლედ აი ამ არაჩვეულებრივ ადგილებზე კეთდება 2 ქალაქი, რომლის
აბსოლუტური უმრავლესობა იქნება უცხოელი. აი, ჩვენი აზრი გათვალისწინებული არის. არ არის რა თქმა უნდა. არაბული ქალაქები კიდე, რა ვიცი, კი ბატონო. ხო და ამიტომ ეს მთავრობა აბსოლუტურად მოწყვეტილია ხალხს. თქვენ რომ ახსენეთ პენსიონერები, ეს ადამიანები, არა მხოლოდ მათი ცოდნა არ არის გამოყენებული, არამედ ისინი, მათი ღირსება არ არის დაფასებული. ქართველები როცა ვართ, ჩვენ ვართ მოხუცის პატივისმცემელი ხალხი. ჩვენს მოხუცებს რაიმე ეტყობათ, რომ პატივს ცემს მთავრობა, არ ცემს და იცით რას გაგახსენებთ? როცა კახი კალაძე და სხვები გამოდებენ რეკლამა, სადაც თბილისის მტკვრის სანაპიროზე მოხუცები თითქოს დასეირნობენ ქართველები და ტყბებიან აი ამ თბილისით, ერთი ასეთი მოხუცი ქართველი წყვილი ვინმეს უნახავს ოდესმე? არა, და ვერც ნახავს, იმიტომ რომ ეს მოწყვეტილია საერთოდ საზოგადოებას და ვასრულებ. თქვენ რომ აღნიშნეთ, რომ დიდი მუხტი არსებობს, ეს არის ზუსტად მუხტის ამბავი. შეიძლება ხვალ ისე იფეთქოს, არავის ბრიუსელის და არც პეკინის არავის ჩარევა არ ჭირდება ამ ხალხს, გამიგეთ? ეს პროტესტი თავისთავად არსებობს ამ ადამიანებში და ჩვენს ხალხში. შვენიერი აზრია, ვეთანხმები მთელი 100%. ნამდვილად ჩვენ ყოველ გადაცემაში ჩემო გიორგი შენ თუ უყურებ პარასკევით სულ ვამბობთ რომ მთავრობა უნდა იყოს გახსნილი კომუნიკაციაში წამოვიდეს ხალხთან ამომრჩეველთან და ეს მუდმივი კომუნიკაცია უნდა იყოს იგივე სამინისტროები მუდმივი კომუნიკაციაში უნდა იყვნენ თავიანთ დარგის მესუურებთან დარგის თანამშრომლებთან რაც სამწუხაროდ არ არის და მიღების საათები უნდა კონდეს მთავრობას იგივე იმ კალაძეს აქ მიღების საათი არ აქ მე არ ვიცი ალბათ თქვენც არ იცით სად არის როდის როგორ არის აი ეს რო იყოს ბევრი პრობლემა გადაიჭრება მეგობრებო ძალიან ბევრი პრობლემა და ნაკლები იქნება კრიტიკაც და იქნება ეს ერთობაც მოხდეს ჩვენი სანუკვარი ერთობა რომელსაც ჩვენ ასე ყველა მოველოდებით მეგობრებო ჩვენი გადაცემა დამთავრდა დროა მოიწურა მომავალ შეხვედრამდე და უფალი იყოს ჩვენთან ამინ ამინ